საუბრობთ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. ჩვენი სტუმარი გახლავთ არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სანამ გეგმაზე საუბარს დავიწყებთ უფრო დეტალურად, დღევანდელ მდგომარეობაზე რო ვისაუბროთ, ბოლო წლებში დაწყებული მშენებლობების გამო თბილისის იერსახე რადიკალურად შეიცვალა ეს სახეზი არის. თუმცა საინტერესოა რა ხდება თანამედროვე თბილისში, ხორციელდება თუ არა ინოვაციური და ახალი პროექტები თუ ისევ ეს გვაქვს დაუგემოვნო და უხარისხო პროექტების სახეზე. რა ვიცი, ახლა ესეთი ძალიან ღრმა ანალიზი იყო. ანალიზი არა, უბრალოდ დოკუმენტალურად ძალიან საინტერესო იყო, როგორი ქალაქი იყო თბილისი. რა თბილისი იყო ბუნებასთან შერწყმული ქალაქი და მთავარი ეს რაც რითაც თბილისი ხიბლავდა ყველას, ეს იყო თანაზომადობა იმ დავითის მთის, იქით მეტეხის ბორცვის, ეს მდინარეც რაღაც ისე ჩაუვლიდა და იყო ორგანულად ჩასმული იმ ლანდშაფტში, სადაც გაშენდა ეს ქალაქი. აი ახლა იქიდან თუ დავიწყებთ საბჭოთა გეგმიდან, რა მთავარი ერთ-ერთი ის იყო, რომ იმას თქვათ დადებითი ის ქონდა, რომ მწვანე სარტყელი შემოარტყეს თბილისს, უბრალოდ დაიწყო რა, მაგრამ სამაგიეროდ ჩაკეტეს მისასვლელი მტკვართან რა. ხო, აი ესეთი ისინი ახლა რაც ჭირს ქალაქს გამოუსწორებელი ზიანია? მე მგონი ჩვენ არ ვარგივართ ადამიანები უფრო ვიდრე ამ დოკუმენტების რაღაც ამის გარშემო ესეთი ამბავია და ხირა. უბრალოდ უფრო სერიოზ დაფიქრება გვინდა ჩვენ ეზოში რა ხდება. ეს ხო ეს ყველაფერი შედგება ქალაქის გეგმა ადამიანებისგან შედგება რა. და ეს არ არის გეგმა ხან მიწათსარგებლობა ტერმინების აღრევა, ყველაფერი ერთად არის და ქალაქი დღითი დღე ხელიდან მიდის ესეთი შტაბ-ბიჭდილება. მნიშვნელოვანია ამ ქალაქ გეგმარების ინტეგრირებული ფორმების მოძებნა, რომელიც დასავლეთში არის რასაკვირველია. ინტერესები გაითვალისწინონ, მოსახლეობას მოусმინონ და იმის მიხედვით კეთდებოდეს ეს ყველაფერი. ეს მოსახლეობის მოსმენა ჩვენთან ალბათ მაინც ახალი საქმეა რა, იმიტომ რომ ესე აქტიურად თქვა ჩემს ახალგაზრდობაში არ იყო ხალხი, იმიტომ რომ შეიძლება უფრო სიმშვიდე იყო ამ თქვა ესეთი ბუმი არ იყო აღშენებლობის რა, როგორც იტყვიან, მაგრამ ნუ ეს სანამ არ მიადგებიან მაგალითად ახლა ეზოში სადაც ცხოვრობ, წარმოუდგენელი რაღაცები ხდება რა, თქვა იგივე ჭავჭავაძის 17, აი კონკრეტული მაგალითი რო აიღო და 19 ნომერი რა, სადაც ახლა კიდე აი მზიურის შესასვლელი როა რა, აი იქ ადგილობრივად ერთი კაცი ცხოვრობს რა, ნუ საკმაოდ დიდი თანამდებობის და უნდა ააშენოს რაღაც უზარმაზარი სახლი და უბრალოდ ნუ აი ხო შეიძლება რომ დაფიქრდე შენ თვითონ ხო თბილისელი ხარ რა და გიყვარს ეს ქალაქი რა არაფერი თქვა ისეთი გარშე რამდენი პრობლემაა გადასაწყვეტი რა თქვა ვერტიკალური განვითარების მე არა ვარ წინააღმდეგი მაგრამ ქალაქი უაზროდ ვითარდება ვერტიკალური კუთხით რა იგივე ჭავჭავაძის პროსპექტი ნუ ნამეტად ახლა მაჰეტეს რატო უნდა დავამგვანოთ თქვა არის შვენიერი ის იყო რასაკვირველია ახლა იქაც ნაკლი ქონდა იმ თქვა საბჭოთა ქალაქ გეგმარებას ის მაგრამ სამაგერტო აი ვაკის პარკი ყველაზე კარგი მაგალითია იმისა ჩვენ როგორ მივდექით დაყოფილია რა ვიცი ცალ-ცალკე ელემენტებად იქით ეს რესტორნებით შემოაკრეს გარშემო იქით საკუთარი სახლები აიშენეს იქით საელჩოებს მისცეს ეს ხო ჩვენი დანაშაულია და არა იმ რაღაც დოკუმენტის სადაც წერია რომ ეს აი ესე უნდა იყოს და ის ჩვენ უფლებას ვაძლევთ უბრალოდ ეს დოკუმენტის საჭიროებაც ნამდვილად აუცილებელია სტრატეგიული დოკუმენტია ეს ყველას გონია რომ იმაში ეწერება რომ მოქალაქე ამან არა ააშენოს რა ქვია იქ არის სტრატეგიულად როგორი ქალაქი გვინდა ჩვენ კომპაქტური რას ნიშნავს ეს კომპაქტური რკინიგზა რატო გადავიტანოთ თქვა რა რას უშლის ან თქვა ვინმე აწონ-დაწონა იმისი გადატანა უფრო ძვირიჭდება თუ იმ ერთ ვიწრო ზოლში რეალურად ხომ ეს ვიწრო ზოლია რა იქ რას ჩადგა მაშინ უფრო დეტალურად რახან შევხედეთ რკინიგზის საკითხს იყო ადრესაუბარი რომ შემოვლითი გზით უნდა ყოფილიყო თუმცა დატოვეს და რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი რომ რკინიგზა ცენტრამდე მოდიოდეს აი ეს რომ ავხსნათ ნუ ეხლა როგორ არის საქმე იცით რომ ეს რკინიგზა რაც მე მინახია ყოველ შემთხვევაში ევროპაში ქალაქიდან გატანელი რკინიგზა არ მინახია ჩადიხარ ფლორენციაში რაღმე იმ დელფიორემდე მიდიხარ ამ მატარებით რა ეს იგი რაღაცა ჯერჯერობით ეკოლოგიურად სუფთად რაღაცა სამგზავრო აქ მე როგორც მახსოვს თვითონ ამ ავტორებს აი თვითონ ბოლქვაძეც დამეთანხმება რა მაგათ უნდათ დაეტოვებინათ სამგზავრო კავშირი და ეს სატვირთო გადაეტანათ იმ თბილისის ზღვის იქით თუმცა ესეც ეხლა ვთქვათ
არის გარემოს რაღაც შეფასება, არ ვიცი ახლა ზუსტად ეს დოკუმენტი დაიდება 6 თვის შემდეგ და თლიანად იქ იცვლება, იქ კორექტირება. ოქტომბრის დასაწყისში ამ გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა 9 თვის მუშაობის შედეგი ასე თქვა წარადგინა და რუკები იყო წარდგენილი, რომელმაც დაადგინა მაგალითად აი ესეთი სეგმენტები დედაქალაქის განაშენიანება, სივრცითი შეზღუდვის საკითხები, სამშენებლო განვითარების აკრძალვის საზღვრები და ასევე გამწვავებული ტერიტორიის დაცვის ზონები. ამ ეტაპზე დღეს თქვა შეგვიძლია ვთქვათ ვილაპარაკოთ პრიორიტეტებზე, რომელიც არის ამ არა, ეხლა ეს თვითონ რაც არის, რასაც ამბობენ, რა მწვანე ქალაქი, კომპაქტური ქალაქი და კავშირები, ეს ისეთი ისინი აქსიომაა, რომ ესეთიც უნდა იყოს, რა, მაგრამ ამავე დროს, აი მაგალითად, ერთადერთი მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ როცა დაიწყო, არა, რაღაცა დონის შეზღუდვები ამ სანამ ამ მიწათსარგებლობის გეგმას არ შეიმუშავდნენ ბოლომდე რა 18 თვე არც ისე დიდი ვადაა იმისთვის რომ რაღაცა სახით მაგრამ რასაც ვხედავთ ქალაქში რომ უფრო თქვათ ისტორიულ ნაწილში კი მოეხსნა კოეფიციენტების გაყიდვა არ შეიძლება ისეც დროებითი რეგულაციაა მაგრამ ამავე დროს ეს ეხება მხოლოდ საბინაო ფონდს და ვხედავთ რომ შენდება სასტუმრო საკრებულოს უკან თქვათ სასტუმრო შენდება შეიძლება ის სასტუმრო არ მაგრამ აი ეს რასაც ვამბობდით რომ ამ თბილისის თვითონ რუსები რო შემოვიდნენ არა იმ ძველ ქალაქს აღამაღმა ხანის გაჩანაგებულს არა ხელი არ ახლეს და დატოვეს თავისი ქსელით და დღეს რითიც ვამაყობთ ის იმ ქსელის ნაშთია რა და აქეთ გადმოიტანეს და ეს ხო საინტერესოა ქალაქის ისტორიისთვის არა რა იყო ძველად მე აი რაღაც პერიოდში როგორი გახდა და მე 30-იან წლებში უბრალოდ იმ ადამიანებს სხვანაირად ესმოდათ საერთოდ სამყარო რა და ამიტომ ძალიან დიდი ქირურგიული ჩარევა განსაკუთრებით თავისუფლების მოედანს ეხება ეს რომ ისე დაიწყო ნუ ვერ შეძლეს ალბათ რაღაც სხვანაირი თორე ის იდეები რაც დღევანდელ თქვა რაც დღეს არის ეს ყოველთვის იყო ზედაპირზე რომ ეს აი თბილისში სჭირდება მაგალითად აი ეხლა რომ მოვდიოდი ერთი 71 წლის გენგეგმა რომ ახსენეს არა იქ არის დიდი დისკუსია გამოდიოდი ერთი გაზეთი ვეჩერნი თბილისი და აი სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ერთმანეთს სხვათა შორის ძალიან საინტერესო ადამიანები იწყება ეს დისკუსია ირაკლი ბატონი ირაკლი ციციშვილი იყო ესეთი იმ დროს სახმშენი იყო და ის ამბობს საერთოდ რა მოდით აი ესე ვთქვათ დავითსეთ პატივიო მის ამთასო და მაღლივ შენობას ნუავაშენებთ მაშინ ლენინის მოედანი ერქვა და რუსთაველამდეო რა იმიტომ რომ აი ეს ფარავსო იმ თბილისის სიმბოლოს რაც არის ეს კითხვას დავსვამ საუბარი იყო სიუჟეტშიც ამ სივრცით განვითარების შეზღუდვაზე ქალაქის ანუ იგივე სუბურბანიზაციაზე რა პრობლემას წარმოადგენს ასე ვთქვათ ეს სუბურბანიზაცია რატო სუბურბანიზაცია ახლა გაი თქვა საგურამოში იმ დღეს ვნახე ინტერნეტში არის ესეთი პროექტი რომ საგურამოში რაღაც შეძლებული ხალხისთვის არის რაღაც პროექტი რას ნიშნავს სუბურბანიზაცია გადატანას ნიშნავს როგორც ამერიკაშია ქალაქში არ ცხოვრობენ და გადადიან ეს ქალაქი გარეუბნების განვითარება მაგასაც აქვს თავისი რაღაც სადღაც კარგად მუშაობს ეხლა ლევიტაუნები იყო ურბანისტები ამბობენ რომ ეს პროცესი არ მოუტანს ქალაქისთვის საზიანო იქნება და რატომ იქნება საზიანო როდესაც პირიქით ახალი მშენებლობებისგან არა ითვით შეიძლება ქალაქში ის ადამიანები რომლებიც ამ ქალაქს ქმნის ადამიანები მაშინ მაცხოვრებელი ადამიანი აი ამბობენ ხოლმე ხე შეიძლება ცოტა ტრაფარეტულია მაგრამ რუსთაველზე რო გაივლიდი ნახავდი ისეთ ხალხს რომელთაც დანახვა გაგიხარდებოდა შეიძლება ესეთი ის არის ნამედანი მაგრამ რეალურად ხო ესეა რა ადამიანები რომ ხა დღეს დილას რომ უყურებდი ტელევიზორს არ ვიცი რა უნდა ისეთი ამბები გადმოსცეს და არ მინდა რა ასეთი გაგონება მინდა რომ აი რაღაც უფრო თბილი გადაცემები იყოს და ხალხი თბილისში მაცხოვრებელი ადამიანები არ იყვნენ ესეთი აგრესიულები რა. აუცილებლად უნდა შევეხოთ ახალი გენგეგმის ესე მთავარ კომპონენტს მტკვრის სანაპიროები გახდება მიჭდომადი. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება? ეგ არის რთული პროექტი, იმიტომ რომ თქვენ მარტო წისქვილების გულისთვის ეს აი თქვათ ქალაქი რომ ნორმალურად განვითარებულიყო რა თქვათ ერთ ქარდავამ დაწერა წიგნი ერთი ძალიან კარგი ამ საერთოდ დინარესთან ადამიანებს იყო და ხშირად დაკარგული ხო აი თან გულით დაწერილი ეს არის აი ვისაც თბილისი ურბანული რომელიც ადრე იყო უნდა აღდგეს ის კომუნიკაცია იმას ვერ აღდგენ აი ჩვენი იმიდან გამომდინარე იმიტომ რომ სხვა შორის ის ჯგუფი მოიწვიეს ვინც მე სიმპათიურება არის ახალგაზრდების აი ელისო სულაკაურია ესეთი რომელმაც გააკეთეს ეს კონცეფცია ამ მტკვრის და
აი განვითარება და მტკვართან მისვლა რა. თქვათ ესეც ახლა რო არის რამდენად არის გაითვალისწინებს საინტერესო კონცეფცია ჩამოაყალიბეს როგორ მიუახლოვეთ მაგრამ ამავე დროს მიუახლოვებული ვიყავით იქ იყო საწყლოსნო კომპლექსი იქ იყო დინამოს კორტები და რაღაც უფრო ისეთი გარემო იყო მივხვდით იმისა რომ ხო თან ეს მიახლოვებული იყო პირდაპირ მტკვართან იყო რა ერთადერთი მონაკვეთი იყო დარჩენილი სადაც შესაძლებლობა ჰქონდა მტკვართან ურთიერთობის ეხლა მან არ ვცდილობთ უნდა ვახსენო რა მან დაჩვენეს მზიურის და როგორ ის აი მზიურში ეხლა გააკეთეს ჯებირი მაგალითად რომელსაც ხო იყო რომ აი წყალთან უნდა მივიდეთ ჯებირი გააკეთეს რომლითაც ის მზიურის ის ქვედა ტერიტორია ეს სკოლა რო იყო თუ გახსოვთ რაღაც ამერიკული თუ აი დააჭაობეს ის ადგილი იმ კედლით რა და ეს არ არის თანამედროვე მიდგომა რა ეს რაღაცა არაპროფესიონალური მიდგომა აი არ ვიცი ნუ რა ეხლა ყველა მე ხო ჰიდროტექნიკოსი არა ვარ იმიტომ რომ ამ დინარემ რა უნდა გვიქნას ისეთი რომ დავრწმუნდეთ რომ ბუნებას პატივი უნდა ვცეთ და ვერავით არის საინჟინრო გენია ამ ბუნების წინაშე ისეთ რაღაცას ვერ მოიფიქრებს ხო არა იქ ხო 5 მალიანი ხიდი ქონდათ სპარსელების დროინდელი ეს დაანგრიეს ხოთაშორის ხიდი მაგრამ ისიც კი ემპირიული გამოცდილებით ხდებოდა რომ ეს მდინარე არ არის ნორმალური რა და 5-ის რომ უფრო კარგად განაწილებული იყო. ძალიან დიდი მადლობა. იქიდან ადამიანიდან წამოვიდეს და არა ინვესტორი და ეხლა რომ მოვდიოდი ერთი თავარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ რომ საუბრობდით თბილისის გენერალურ გეგმაზე არქიტექტორ ლევან კალანდარიშვილთან ერთად. ახლა კი შეგვიძლია ვნახოთ აფიშა.